ყველგან მაქვს სათვალე, მანქანაში, სამსახურში, ჯიბეში, სახლში. მეორე დღიდანვე პაციენტ შეუძლია დაჯდეს საჭესთან და დაინახოს შორს. არც მეტი, არც ნაკლები, აი ესე უკავიათ ხოლმე ან წიგნი, ან ტელეფონი. დაახლოებით აი ამ დისტანციაზე ის საერთოდ რღეთა. ფოკუსი არის ლიმიტირებული. სამწუხაროდ გაზარმაცებული თვალი მოზრდილ ასაკში უკვე აღარ იკურნება. ვინ აკეთებს არჩევანს ამის პაციენტი თუ თქვენ? ორი მეთოდს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. 50 წლის მერე აი რა ლაზერი მაგი აღარ გიჩვერის რა. არასწორია, იმიტომ რომ მეიქაპი, წამწამები, ქიმიური საშუალებები, ეს რაღაცა ტონალური კრემები, ფანქრები და სხვა. ხო, ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულწილად ხედობის დაბინდვა. უცნაურია, მაგრამ საწყის ეტაპზე სიმშრალეს პირიქით ცრემლიანობას ახასიათებს. სიბნელეში კითხვა მხედველობას აფუჭებს. სუდი ხარისხის სათვალის გაკეთებას ჯობია საერთოდ არ გავიკეთოთ. დახამხამების გარეშე მიშტერება, გარკვეულ წარწერასთან. განსაკუთრებით TikTok მაინც ისე გამო. დიახ. და ეს იწვევს თვალის სიმშრალეს. თუ კარგად ჟღერს რა. კარგად ჟღერს, ნამდვილად. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.